მოგესალმებით ლაგოდეხის ეროვნული ნაკრძალიდან. დიდი ხანია აქ ჩამოსვლა გინდოდა, მაგრამ არავინ არ ყავდა ნაცნობი. მარიშკან იპოვნა Facebook-ზე დაჩი რენჯერი, რომელიც ძალიან საინტერესო ადამიანია და ჩამოვაკითხეთ. ხო და დაჩი მოგვიწყო მედანიანუცას ძალიან მაგარი შეჯიბრი. ცოტა ხანში მიწაში ქექვას დაინახავთ და არ გაგიკვირდეთ. და არა მარტო. და ნიკა არ გვყავს. ხო, ამიტომ ნიკას ფანება წუწული არ დაიწყოთ ახლა. ყვალს ვეძებთ, ჩელენჯი გვაქვს ლაგოდეხის ნაკრძალში. მან და არ არის, ცოტა მოშორებით გითხარით რამდენიმე მეტრში. სად არის? გაიცანით დაჩი. ჩვენი მასპინძელი. გამარჯობა. გამარჯობა. ეხლა ვეძებთ ნაკვალებს, სადაა ნაკვალები? გარემოა ისეთი, რომ ყვალის ბევრი გვაქვს და რაღაც სხვადასხვა ღირსშესანიშნაობებს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ის, რომ ყვალი მხოლოდ მიწაზე არ გვხვდება, გვხვდება ასევე ხეებზე. და თუ ამ ყვალს ვიპოვით, იქნება ძალიან კარგი. და ჩვენ ჩიჩქნით ფოთლებს. ხო, და ხეებზე. იქ არ იქნება? შეიძლება იქაც იყოს, მაგრამ მინიშნება რომელზეც მოგეცით. ხეზიც მონახეთ, თვითონ ხის მერქანზეც. და თუ იპოვით საფულში ჩაუტბების წვალეთ სწავლით. ანუ ფრინველის ყვალს ვეძებთ? არა, ცხოველის. დაჩი, რამდენად შორს არის? აქ არის, აი ამ გადაჭრილ მორთან. აბა, გადაჭრილ მორთანო, გავასარი ნინო. დაჩი, ცივა თუ ცხელა? თბილა კი, თბილა. იმასთან უფრო თბილა თუ ჩემთან. ორივესთან. რომელთან თბილა? ორნი ვართ. ყველგან თბილა. ეგრე არ შეიძლება. გაცხათო და გაცივდა. გაცივდა. ქვემოთ ცოტა თბილა. ეს ყალია. იპოვა, ნახე, ყოშე. ესა ხალხო ყვალი? შეხედე რამ ხელა რაღაცა. რა შეიძლება იყოს, აბა ეხლა. დავთვალ ჩამოვიდა. გათვი? ყოდალა არ იქნება. და არ იქნებოდა. ცხოველმა ჩამოვა. კიდე ვერსიები წამოვიდეს ვერსი. ღორი? ღორი კი, ღორია. ორია? ეს არის ღორის ეშვი. ტახის. ასეთ ფრაგმენტს თუ ნახავთ, ახალ ამოყრილ ძირებზე ძალიან ხშირია, დიდ ძირებზეც, მაგრამ წვირს იფხარ? არა, ეშვია, ეს კბილებს ილესავს, რომ კარგად გააკეთოს მე კბილები სხვადასხვა საქმე. დაჩი, ხო, გისმენთ. მოდი ორი კითხვა გვაქვს შენთან. რომელ წელს დაარსდა? ეს არის 1912 წელს დაარსებული ლუდვიგ მლოკოსევიჩის მიერ. ეს იყო პოლონელი ნატურალისტი, მოყვარული სხვათა შორის და არა პროფესიონალი, რომელიც იყო გადასახლებული ლაგოდეხში და იქ ცხოვრობდა ოჯახთან ერთად და დაინახა აქაურობის მასშტაბი და აქაურობის განსაკუთრებულობა დაიწყო კვლევა ამის. და მივიდა იქამდე საბოლოო ჯამში, რომ ნაკრძლის სტატუსი მოიპოვა. და დღემდე ინარჩუნებს ამ სტატუსს და ასევე ინარჩუნებს იმ სტატუსს, რომ რეგიონში იყო პირველი, ამ დროს არც ერთი ნაკრძალი არ არსებობდა რეგიონში და ეს იყო ჩვენი ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები 1912 წელს. კაი, ეხლა რა მაინტერესებს? შენ დაგვპატიჟე, გვიმასპინძლებ და რას გვაჩვენებ? მე დღეს გაჩვენებთ მაჭის ციხეს, რომელიც ერთ-ერთი ტურისტული ბილიკია ჩვენთან, საკმაოდ აქტიური, ყველაზე იოლი ბილიკია დღევანდელი კლიმატის გათვალისწინებით, სეზონის გათვალისწინებით. ნახოთ მაჭის ციხე, რომელიც სამეფო რეზიდენცია იყო, შუა საუკუნეების კულტურაა და ჩემი აზრით საინტერესო იქნება სანახავად. და მე და ნინო გარდავიქმნებით რეინჯერებად. ნუ ვეცდებით რა, რაღაცები გვინდა რომ შევითავსოთ. თუ ვერ შევითავსებთ, უბრალოდ მაინც გაჩვენოთ რა, ეს ხალხი როგორ შრომობს. ხო, საინტერესო იქნება დღევანდელი დღე, ძალიან საინტერესო პროფესია, საინტერესო და სულ აქ ვართ, ანუ ყველა რეინჯერი ყოველ დღე აქ ვართ, ჩვენი ოფისია. ესე რომ ვთქვათ, ხო ტყი და თელბდრ ჩვენ დროს აქ ვატარებთ. გამოწერა არ დაგავიწყდეთ, კომენტარი დაგვიწერეთ და გეხვეწებით, ლაიქიც დაგვისვით.
თუ ამდენი იშრომეთ. იმიტომ რომ ლაიქი გვეხმარება გვიზდის ალგორითმს. ამიტომ დაალაიქეთ და დავიწყოთ. მოდი? ავიდეთ. არის სოკო, ურნულა კრატერიუმ ქვია, კრატერიუმ იმიტომ რომ კრატერს გავს ძალიან. ფორმა აქვს, ხო. ხო და ესეთ სოკოები და ჯამასოკოები ზოგადად სპორებს აბნევენ ნიავის დაბერვის დროს. ამასაც სულ თუ შეუბერავ, სპორებს ამოუშვებს. მოიცეთ, ეხლა შეუბერო? სათხართ? რა შევისუნთქე? ეხლა რამე არ დამემართოს. მოლანდებები. 100 წელი ვერ მივხვდებოდი, ეხლა ეს რო სოკოა. ჩეხი როგორ აპნევს? ეს ყველა აი ბევრი მტრის ვიზუალს რაც ქმნის თითო ძალიან პატარა მარცვალია ერთად ბევრი და სადაც დაეცემა იქ გაჩნდება ახალი მიცელიუმი და კიდე ამოვა იგივე ანუ ეხლა მე რო გავაპნიე ბევრი ამოვა აქ აი აქ და იქნება ნინუცას სახელწოდების სოკო. გაჩნდება მიცელიუმი ნინუცას არხის ის დრო რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი აი ხა ამას ხო ვერ გაიგებდით და წითლებია კიდე ელფის ჭიქას რაც ეძახიან იგივე ფორმის ოღონდ წითელი ოდნავ გაშლილი ისიც იგივენაირად ყრის სპორებს და იმაზე ამბობენ ხოლმე იმიტომ ქვია ელფების სასმისი და ჭიქა რომ აი წყალი როა დაგროვებული ხა იქ რო წყალი გროვდებოდა ტყის ელფები მოდიოდნენ და ამას საუდნენ ხოლმე და მაგით ქვია ელფების ჭიქა ამ სოკოს ქვია ეშმაკის საყვირს ეძახის ზოგი ეშმაკის ფინჯანს და ასე შემდეგ საშიში ვიზუალის გამო მაგრამ ლათინური დასახელება ურნულა კრატერიუმ არის იმის გამო რომ კრატერის ფორმა აქვს როცა ამერიკანი ეცემა დავლა იმ ხის შემთხვევაში ქარმა გადატეხა ან თოვლმა ხო და დაეცემა ეხა დავლა რა ხო და ეს რო დავლა დაეცემა ამას უნდა გადამუშავება თორე დარჩება იგივე სახით ეს რო გადამუშავდეს სოკოა საჭირო აი ეს მერქანი რო ნიადაგად გარდაიქმნის ხო საჭიროა სოკო ბევრი სოკო ძირითადად ამას თეთრი დამშელი სოკოები იწყებენ თავიდან შეგხვდება გზაზე და გაჩვენებთ მე აქ არ არის ფერმენტებს გამოყოფთ ხო აქ არ არის ანუ სოკო გამოყოფს ფერმენტებს ის ფერმენტები აქტიურდებიან და უტევენ ამ მყარ მასას და შლიან მარტივ კომპონენტებად. სოკოები არიან ძალიან ჯანმრთელი ორგანიზმები. მიდიან ამ მერქანთან, ამუშავებენ, გახდება ნიადაგი და იმ ნიადაგზე რაღაც სცენარი ამოვა, რომელსაც სხვა არსება შეჭამს. საკვებად გამოე მაგალითად ამ ბალახს, ყვავილს მოვა რაღაც შეჭამს, შველი ირემი და ასე შემდეგ. ეს არის ციკლი, ბუნებრივი ციკლი. მარიშკა, ეხლა იცი რაზე ვფიქრობდი? შენ ხო იცი გიოს ამბავი, გიოს და სოკოს ამბავი. თქვენ თუ არ იცით, უშბაზე ლამის გარდაგვეცვალა ამ ზაფხულს, იმიტომ რომ გიოს ძალიან ძლიერი ალერგია აქვს სოკოზე. გიო. კაი სოკო იყო იქ, რას ფიქრობ? რავი, იმას ფიქრობ, რომ ეხლა მივხვდი რა მემართება მე სოკოს როჭა. რა? ფოტოსინთეზი. მე მაგ ფორთოხალზე მსგავსი, უბრალოდ ალერგია მეწყება, კვინკესი შეშუპებას ვიწყებ, ლაქების შეშუპება და მიჭირს სუნთქვა. და თქვენ თუ გაქვთ გიოსავით რამე უცნაური ალერგია, უცნაურ პროდუქტზე მოიწერეთ, საინტერესოა დავთვლიდით. ვინ რა ალერგიით ვართ წარმოდგენილი?
75,000 კაცი. როგორ მიხარია რომ გავბევრდით, მაგრამ ხო იცით რა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ 100-მდე ავიდეთ. საქმიანობა სოკოს უბერავ ცულს. ამითი ვერთობით 40 წლის ხალხი. როგორ ნიკას ბურნუთის ბიზნესი ჩაუვარდება. კი. თავარია ხა მე არ დამეწყოს ჰალუცინაციები. მაგისი დავდი მაგ. ამის შეჭმა შეიძლება ამას. ხო ეს საკვები სოკო არ ძერანა ქვია. ამას აგროვებს ხოლმე მოსახლეობა და თერმული დამუშავების შემდეგ დაახლოებით 20-25 წუთი ხარშვა უნდა და მე სასურველი კერძი შეიძლება მომამზადოს ადამიანს. მაგრამ ალპურ ზონაში როგორი არის? ალპურ ზონაში არის აი ამ ხელა ძალიან დიდი, აი ძალიან დიდი. ყველა სოკოს, ყველას არა, მაგრამ უმეტეს ყავს ტოქსიკური ორეული, ამიტომ ძალიან კარგად სჭირდება გარკვევა. კარგად უნდა იცოდეს რომ არჩიოს საკვები და არა საკვები, თორე ზოგმა ისეთი მოწ. აი მაგალითად მანჭკვალას მატყუარამ ძალიან სასიკვდილო სოკოა მოკლედ რა ის რო შეჭამოს ადამიანმა სიკვდილი გარდაუვალია და ის მითი სხვათა შორის რომ იციან რომ ხეზე ამოსული სოკო არ არის ტოქსიკური და ასე შემდეგ ეგ არის ტყუილი ეს არშიანი გალერინა მაგმიც ამსხვრევს იმიტომ რომ სასიკვდილო ჩხამიანია ხეზე ამოსული სოკო ძირძველი მაყურებლები ხართ? დაწერეთ კომენტარებში ვის გეცნობათ ეს შარვალი რაც ახლა მაცვია. აი ეს. მინიშნება არის ერთი. თქვენი დამსახურებით მაქვს ეს შარვალი. საიდან მაქვს დაწერეთ, აბა ვის გახსოვთ? ჩვენ ახლა გვაქვს კონკრეტული მიზანი, რომ ავიდეთ მაჭის ციხემდე, რომელიც არის აზერბაიჯანის საზღვართან ძალიან ახლოს. გზა გვაქვს 5 კილომეტრი. რამდენი ენდემურჯის უაწყდებით ლაგოდეხის ნაკრძალში? არის რამდენიმე განსაკუთრებული სახეობა, რომელიც ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ყველაზე. რამდენიმე იორდასალამი არის, ეს არის ლაგოდეხის იორდასალამი და მლოკოსევის იორდასალამი. ასევე აი ჩვენებურ ენაზე რა არის? ხო, მცენარეა ყვავილი, რომელიც სხვადასხვა ფერში ყვავილობს, ყვითელი, წითელი და ამ შემდეგ ძალიან ლამაზი სანახავია. ეგრეთ წოდებული კი არა და ნუ ლათინურად რასაც პიონი ქვია, ოღონდ აქაური სახეობა, ველური. და არის ასევე იულიას ფურისულა, რომელიც იმ დროს აღწერეს, როცა მლოკოსევიჩი ეცნობოდა უშუალოდ ამ ტერიტორიას და აგროვებდა აი უდიდეს რეზერვზე ინფორმაციას, რაც შემდეგ უკვე ნაგრძლის სტატუსით ჩამოყალიბდა. იულიას ფურისულა ეს არის განსაკუთრებული სახეობა, მხოლოდ აქ არის რამდენიმე ხეობაში. და განსაკუთრებული ადგილი აქვს კლდოვან ადგილებში იზრდება, სადაც მაღალი ტენია და ჩამონადენი წყლები. ეხა გვაქვს ძალიან რთული ამბავი რა. ურთულესი. ნინო, აბა თუ გადახვალ. კიდე რავი, აი ხიდი. ოიმე.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა ჩაიცვათ, როდესაც მოდიხართ ლაგოდეხის ნაკრძალში. თავიდან რომ დავიწყეთ სიარული გრილოდა, მერე დაცხა და გავიხადეთ ყველაფერი, მერე უცებ ღრუბელი მოვიდა არსაიდან, შემცივდა იმ დონეზე, რომ ეხლა გუროს ქურთუკი მოცვია. ჩემი აღარ მეყო. შესაბამისად, ამინდი ძალიან ცვალებადია და აქ იცის მაგარი ნესტი და მაგარი წვიმა. ყველგანაა ესე მოწყობილი აქ. ამას ყველაფერს რენჯერები აკეთებენ, ყოველ სეზონზე ანახლებენ. ბილიკს წმენდნენ, ეხლა ჩვენ აბილიკზეც დავდივართ. ეს თავისთავად ესე არ არის ზამთრის მერე აქ ყველაფერი მოშლილია და ყოველ გაზაფხულზე იმისთვის რომ თქვენ აქ ჩამოხვიდეთ და ისეირნოთ, რენჯერები ამ ბილიკებს აწესრიგებენ და საკმაოდ დიდი ფიზიკური შრომა არის ამ ბილიკების გაწმენდა. და აი ეხლა განახებთ კიდევ რას. როდესაც დადიხართ, ეს ნიშნულები იცით თქვენ. აი ამ ნიშნულების მეშვეობით ხვდებით, სწორედ მიდიხართ თუ არა. ჩვენს მოვალეობაში შედის ეს საქმიანობას და ამას ვაწარმოებთ არა მხოლოდ გაზაფხულზე, არამედ ყოველთვის. წელიწადის ყველა მონაკვეთზე, რადგან აქაურობა ცოცხალი ორგანიზმია, მუდმივად შეიძლება იგივე პრობლემა გაჩნდეს და ამიტომ ყოველთვის ყურადღებით ჩვენს პატრულირებაში და მონიტორინგში ეს ვალდებულება შედის, რომ დავაკვირდეთ ბილიკებს, რაიმე ადგილას ხო არის დაბრკოლება ისეთი, რომ ვიზიტორმა ვერ გადალახოს. თუ ასეთი არის, ჩვენ მივდივართ და ამას ვაწესრიგებთ. ლაგოდეხის ნაკრძალში სულ რამდენი ბილიკი არის? ყველაზე აქტიური და ესეთ პოპულარული ბილიკია, რამდენიმე ერთი არის ეს მაჭისიხლის ბილიკი, რომელზეც ეხლა მივდივართ. ძალიან იოლია, ვთქვათ და კომფორტული. ძალიან ადვილი ბილიკია. არის როჭოს ჩანჩქერის ბილიკი, რომელიც საშუალო სირთულის არის. არის ნინოსხევის ჩანჩქერის ბილიკი, ასევე საშუალო სირთულის და ყველაზე რთული და ეს მასშტაბური და თვალსაჩინო არის შავი კლდეების ტბის ბილიკი, რომელიც არის ყველამ უნდა ნახოს ალბათ, იმიტომ რომ ასეთი თავგადასავალი ცოტა ადგილას შეიძლება ნახოს ადამიანმა. ჩემთვის ჩემი დაკვირვებით ყველაზე კარგი პერიოდი არის შემოდგომა, იმიტომ რომ ყველაფერი აი ძალიან ლამაზია, ძალიან ლამაზი და ამავდროულად ირმის სპირალობა ემთხვევა მაგ პერიოდს. ყველაზე მისტიკური სანახაობა, რაც შეიძლება ადამიანმა სამყაროში ნახოს, არის ირმის სპირალობა. ამას მოგასმენინებ, თუ მოგცემ იმ ვიდეოს მომასმენინა, როგორი რაღაცა, ესე ერთი კვირა არის სექტემბერში, როდესაც ირმები გამოდიან და იწყება მათი შეჯვარების სეზონი. და მაგ ვიდეოს მოგცემ აუცილებლად ადგილას ვარ. ისეთ ხმებს უშვებენ, აი ვერ დაიჯერებ. ვრცელ ტერიტორიას ინაწილებს თითო ხარირემ. საიდანაც ერთი ხარი ყვირის, იქ მეორე აღარ იქნება. თუ პირობითად აქედან ყვირის ერთი ხარი, იქ ერთი ხარია და ერთი ადგილია. თუ იქიდან ყვირის ხარი, იქ მეორე ხარის ადგილია და ასე შემდეგ. და კონკრეტულ კვარტლებს ვინაწილებთ რეინჯერები და ვაკვირდებით ამ კვარტლებს და მე ეს ამ მონაცემს ვაგროვებთ და მიგვაქვს უკვე ადმინისტრაციაში. ხა მოგასმენინებ, დაელოდეთ ერთი წუთი ჩვენ ნახავთ. ეს თანახოს კი ალბათ 100 მეტრიც არის. ოი მეჩე. აი დიდი ხმა იყო რა. სექტემბერში იქნება, უნდა იქნება მოვიდეთ. სულ 300 მოძრაობს აი 300 ან 300-ზე მეტი ირემი არის. საერთოდ 300-მდე ინდივიდია უკვე ბოლო მონაცემებით. შეიძლება ცოტა ნაკლები ზუსტი რიცხვი არ მახსოვს, მაგრამ იმასთან შედარებით, რაც გასული საუკუნის ბოლოს იყო, ბრაკონიერობამ რო დაიყვანა მინიმუმამდე დაახლოებით 60-70 ინდივიდი იყო დარჩენილი ფაქტობრივად გადაშანების. ანუ 3000-დან დავიდა 60-მდე წარმოიდგინეთ, როგორი განადგურება იყო. შეგარცხვინეთ და შემდეგ ახალი ძალებით დაიწყეს, რომ აი აღარ ყოფილიყო ესეთ, მაგრამ რაღაც წინსვლა ყოფილიყო და გვაქვს ეს წინსვლა, მაგრამ ძალიან შრომატევადია და დიდი დრო სჭირდება ამას, რომ გაიზარდოს.
მე ახლა დაგპატიჟებ ჩემ ხელნაკეთ სტუდიაში წამოყვებით. კითხვები მაქვს დასასმელი. როდის დაფუძდა ეს ეროვნული ნაკრძალი და მოვყვეთ ეს რამდენიც დიდი აქაურობ. ტერიტორია 25000 ჰექტარია დაახლოებით. დიდი არ არის, ბორჯომხარაგაულის არის ყველაზე დიდი დაცული ტერიტორია ჩვენთან საქართველოში. და ჩვენი არის 25000 ჰექტარი, მაგრამ რელიეფია ძალიან მკაცრია. ძალიან ხშირად ხდება, რომ ბილიკზე ნახულობენ ცხოველს, ირემის ბევრჯერ ნახეს, დათვის ბევრჯერ ნახეს ვიზიტორებმა და იქიდან დაურეკავთ ხოლმე 112-ში რა ვქნაო და 112-ში გამარჯობა. შემხვდა ბილიკზე დათვი, ხომ არიცით როგორ უნდა მოვიქცე? როგორ მოვიქცე? გაიქეცი. დათვი? ხო, ფეხზე დამიღობა. ფეხზე რო წამოგიდგება აქ ბილიკზე და ძალიან შორს რო ხარ, რა ვიცი, აი ქალაქიდან რო ხარ დაახლოებით 20 კილომეტრის მოშორებით ხეობაში და მაგ დროს რა ვიკავრო რა ვქნა, აი სანამ იქიდან არა ის რა ჯიგარი არის, ის რა საყვარელია, ვინც დარეკა 112-ში. მე ბიჭო, აძვერი არ ხეზე გამოყვება ხეზე. ყველგან დაცვერი გაიქცევ ვერსა და შანსი არ გაქვს, მაგრამ ეგება კაი ხასიათზე. არა, გამორიცხვა არა. დათვი თუ გამოგედევნა, არ ვიცი, აზრი არა. ერთადერთი რა ვიცი, ლოცვა თუ გიშველის სასწაული. ანუ აი თავ ნაჭამი უნდა იყოს და არ უნდა უყვარდეს. ანუ რაღაც ხრიკებს რო გასწავლიან, როგორ შეიძლება რომ გადარჩე არის მითი? ხო, აბა. გვერდზე გაიქეცი და რა, ანახე, დათვი ავითარებს 60 კმ/სთ-ში. შანსი არ გაქვს უბრალოდ. აქაც რო აირბინო, ისე ამოყვება, რომ ზემოდან დაგხვდება, ვერსად ვერ გაასწრებ. ვერც წერად რო გაიქცე ვერ გაასწრებ, ვერც დაღმართში, ვერც ხედა. რო არის უთქო და თავი გაიგუდო, მაინც იგრძნობს შენ სულს. მაგრამ ანუ ყველაზე არ უხეშად არ უნდა გადავადგილდეთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რა, არ უნდა შევაშინოთ. ნებისმიერ ცხოველი, რომელიც შეგხვდება, ყველა გარბის, აბსოლუტურად ყველა გარბის, ან თუ ვერ გარბის, დაგელოდება, რომ გაიარო, თავი უსაფრთხოდ იგრძნოს და მერე წავიდეს. ესე რომ ადგეს და გამოგეკიდოს, უბრალოდ შანსი არ არის თუ ბელი არა იყვანე ხელში მაგალითად დათვის შემთხვევაში. არც ერთი ცხოველი არ დაგენახება. დათვის აგარიდებს თავს. ყველა, აბსოლუტურად ყველა. ნებისმიერ სახის მტაცებელი ცხოველი. ანუ ცხოველებში რეპუტაცია გვაქვს აი განადგურებული. ხედავენ და გარბია. ხო, ეშინია. შეხვედრია? კი, როგორ ეს ფეხზე არ დამდგომია, მაგრამ მინახავს ხეობაში, ანუ ლაგოდეხის როჭოს ჩანჩქერის ხეობაში, არაფერი მე მოშორებით. ეგ ძალიან საინტერესო ისტორია. ჯერ ახლოს ვიყავი და მე რო გამოვედი, მე მივხვდი რომ იქ ვიყავი. რო ჩამოვიარე ხმამეს მოდა ქვებს არ ახუნებდა, ეტყობა რა ვიცი, ან თევზაობდა, ან ბანაობდა. ან თამაშობდა. თბილი პერიოდი იყო და მივედი გაისუსა. ალბათ რაღაცა იყო ზემოთ, გადაიფრინა ან რაღაც არ უნდა. 1000 რაღაც ვიფიქრე. რა ტიპია, რომ გაისუსა? ხო, ძალიან ეშინია რა, ისე გაიპარება, შეიძლება ვერც გაიგო, რომ იქ იყო საერთოდ. მოდი ჩამოთვალოთ, რა ბინადრები გვყავს ლაგოდეხის ნაკრძალში, ვინ ცხოვრობს აქ? ადამიანების გარდა. ცნობილი ბინადრები რაც არიან, მგონი ყველაფერია ნიამორის გარდა. ნიამორი გადმოდის ხოლმე დაღესტნიდან ერთი თუ რამდენიმე. დაღესტნელი ნიამორები ყავს. ხო, ჩვენთან ნიამორი თუშეთში უფრო. ხო. ჩიხვებიც ყველაზე დიდი ოდენობით ყაზბეგის ეროვნულ პარკში, ანუ ყაზბეგია მაგათი ჰაბიტატი. ჩვენთანაც არის ძალიან ბევრი ჯიხვია, მაგრამ ყველაზე მეტი რიცხოვნობით ირემი, ჯიხვი, ფსიტი, ესე იგი არჩვი, დათვი, მგელი, კიდე რა ვიცი, რა გამომჩა. კოდალა? კოდალა ხო ფრინველებზე არ წავსულ, კოდალა ბევრი მყავს გადაღებული. აქ რო რაღაც კატასტროფა მოხდეს, ეს არის პირდაპირ პროპორციული, რომ გარეთაც არ იქნება კარგი ამბავი. აი მაგალითად ადრე გამოთქმა იყო რომ თუ ნაკადულში ბევრი კალმახიაო, კარგი მოსავალი მოდის მინდორში, ესე იგი ანაყოფიერებს ისე რა მიკროკომპონენტებით, რომ იქ ქვედა მინდვრის მიწებს ანაყოფიერებს მე ან კომპონენტებით და ჯანსაღი და ბევრი მოსავალი მოდის. და ყველაფერი ჯაჭვშია რა და ამ ჯაჭვიდან თუ ამოვარდები, ამ დაზიანდები, მინიმუმ დაზიანდები. ამიტომ არის საჭირო რომ დაიცვა. მით უმეტეს დაცული ტერიტორიები, რომელიც ამ სტატუსს ატარებს, იქ ძალიან მნიშვნელოვანი ბიომრავალფეროვნებაა კონსერვირებული, აი ძალიან. მაგალითად ორქიდეები, რომელსაც ახასიათებს აი ურთულეს ცხოვრების ციკლი, განვითარებიდან დომამდე, აი ურთულეს. თუ ორქიდეას მიკორიზა არ აქვს, მიკორიზა არის ფესვის სოკო, რომელიც წვრილი იმიდან აი აქ რო არის, ეხა გაქეკაო, ფორები ხო არის, სადაც ფესვი ვერ ჩადის, იქ არის და იქიდან აძლევს საკვებ ნივთიერებებს, რომელიც მე აღივებს ამ ორქიდეების თესლს. ამის გარეშე ვერ გაღივდება, იმიტომ არის ორქიდეა ყველგან. ხოლო სასათბურე პირობებში შეიძლება მის მოყვანა ხელოვნურად. ბუნებაში ამიტომ არის ძალიან ცოტა. სადაც არ არის მიკორიზა, იქ ორქიდეა ვერ იქნება. აი ზუსტად ესეთ გარემოს ვიცავთ ჩვენ რეინჯერები, ამიტომ არის დაცული ეს ტერიტორიები, რომ ორქიდეებიც გვაქვს, მიკორიზაც გვაქვს, ის რაღაც თითქოს ერთი შეხვედრით უბრალო, მაგრამ ისეთი ნიმუშები გვაქვს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
აქ რო რაღაც მოხდეს, ძალიან ცუდი იქნება. და ეს არის მნიშვნელოვანი ყველამ რომ იცოდეს რა, რამდენად მდიდარი გარემო გვაქვს, რომ ცუდად არ მიუდგეს, საწყაროზე ფეხი არ ჩადგას ისე, რომ ის წყარო იქიდან აღარ გამოვიდეს, მე ის წყაროს სვავს ხო, ნადირი იქნება თუ ჩიტი იქნება, ფრინველი. დაახლოებით 600 მეტრზე. და ლაგოდეხში ყველაზე მაღალი წერტილი არის შავი კლდეების ტბა, რაც უკვე დათში მგვითხრა და ეგ არის სადღაც 2700 მეტრზე. სულ ესეთი მარტივი გზა აქვს? კი, ბოლო მონაკვეთია, ცოტა აღმართი და რამდენიმე მეტრიანი სერპანტინი, რომელიც ძალიან ადვილი ასასვლელია და ნებისმიერი ადამიანისთვის მარტივია, მოკლედ რომ თქვათ ეს ბილიკია. შენ რამდენი ხანია რაც რეინჯერი ხარ და ამ ამბავში როგორ მოხვდი? ამ ამბავში მოვხდი თავიდანვე, ბავშვობიდანვე, მაგრამ მე მინდოდა რომ უკვე ცოტა სხვანაირი სახე მიმეცა. თან რეინჯერის ფუნქციაც გამომეჩინა თუ რა იყო და როგორი დიდი ძალისხმევა უჯდება რეინჯერს ამ ყველაფრის დაცვა და მოფრთხილება. და ამიტომ გადავწყვიტე რომ რეინჯერად მოვსულიყავი და რა აი ეხლა გაზაფხულზე გახდება 2 წელი რაც უკვე ამას ვაკეთებ ოფიციალურად. და ბავშვობიდან როგორ? აქ გავიზარდე, ლაგოდეხელი ვარ. და ნებისმიერი ლაგოდეხელისთვის ერთადერთი გასართობია ალბათ ნაკრძალი. ნაკრძალში იბოდიალო? ამ ესთეტიკით რო იზრდები, ცოტა სხვანაირად გიყალიბდება უკვე ცნობიერება. და სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან აქაურობა გახსენდება ტყე, ის ხეობები, ჩანჩქერა, გოგირდის სურნელი მაგალითად. ნებისმიერი ლაგოდეხელისთვის ვისაც არ უნდა კითხავთ, ყველა იგივეს გეტყვით, რომ აქაურობა ძალიან ენატრება, იმიტომ რომ სხვანაირი ემოციებით გაიზარდა აქაური ადამიანი. და სულთან აქვს ეს გარემო, სადაც არ უნდა წავიდეს, სულთან აქვს. აი რეინჯერისთვის ყველაზე ღირებული რა არის? აი რაც მაგალითად აქაურობისთვის შეგიძლია რომ გააკეთო შენი პროფესიით. ყველა რეინჯერი ფიზიკური ძალისხმევის უვლის აქაურობას და ფიზიკურ სიცოცხლესაც გისწირავს, ყველა ჯვარის წევია, მაგრამ იმდენაც არის გარემო, რომ ძალიან დიდი რისკია ფიზიკური დაზიანების. ეს ყველას ჩვენ გათვითცნობიერებული გვაქვს და აი მაინც აქ ვართ და მაინც ვემსახურებით ამ აქაურობას. ეს შეიძლება ბრაკონიერთან დაპირისპირება იყოს, ან ხეობაში იყოს ისეთი ადგილი გასავლელი, რომ აუცილებლად უნდა გაიარო მაგალითად. ასეთი რთული გარემოს გამო ყველამ კარგად ვიცით, რომ ძალიან დიდი რისკი შეიცავს ეს პროფესია. მაგრამ ყველა აქ ვართ და ყველა მაინც იგივეს ვაკეთებთ, იმიტომ რომ გვიყვარს და მნიშვნელოვნად მიგვაჩნია და ასეც არის, რომ მნიშვნელოვანია აქაურობა. ლაგოდეხის ნაკრძალში ვინც გადაწყვეტს წამოსვლას, კარგად შეამოწმეთ ამინდის პროგნოზი, იმიტომ რომ ჩვენ რო გადასაღებად მოვდიოდით, ერთი კონკრეტული დღე გვქონდა დათქმული. სადღაც 2 კვირით ადრე ვიცოდით, რომ ამ თარიღში უნდა ჩამოსულიყავით და ზუსტად 3 დღით ადრე ისე შეიცვალა ამინდი და ისეთი კოკისპირული წვიმა ეწერა, რომ აზრი არ ქონდა წამოსვლას. ანუ არც ერთი წამი არ ეწერა, რომ გადაიღებდა. მოგვიწია გადადება და წინა დღით აუცილებლად შემოწმეთ ამინდი, სანამ წამოხვალთ. ეხლაც მთელი დღე წვიმა ეწერა, მაგრამ ღრუბელია და არის შანსი, რომ წამოწვიმოს აქაურობას. ზოგადად ახასიათებს ხშირი წვიმა. მეტეო ბლუ. შედარებით სანდო საიტია და მან შეამოწმეთ ხოლმე მაშველი და გიდი ადამიანი მეუბნება, რომ თქვად მაგ პროგნოზსაც ნუენდობიო და რატო? ხო, იმიტომ რომ რავი 100%-ით არასოდეს არა მართალი, რაც არ უნდა რომელი აპლიკაციაც არ უნდა შეამოწმო და მაინც რაღაც დოზით უნდა კონდეს წვიმასთან საწვიმარიდან საწმელი. ზაობა? ხო.
რაც კი ნაირსახეობა იყო სოკოსი, ეგრეთ წოდებული კრუპნი, ოფში და სერედნი ყველა კუთხიდან გადავიღეთ. ლაგოდეხის ნაკრძალი არის აზერბაიჯანის საზღვართან. აუცილებლად, როდესაც შემოდიხართ უკვე ჩვენთან ერთად თუ დიდი ხანია ხართ, იცით რომ ჯერ ეროვნული ნაკრძალიდან იღებთ ნებართვას, რომ შემოდიხართ. ერთ-ერთ პუნქტზე უნდა დარეგისტრირდეთ, უნდა გქონდეთ თან პასპორტი, მიაწოდოთ თქვენი მონაცემები, შეავსოთ დოკუმენტი, მოგცემენ საშუს და ამ საშუს მეშვეობით შეგიძლიათ გადაადგილება. დაუძახე და არ გამომხედა რა. რა? მაგრამ ესეთ ფუღუროებს ანუ აქ რაც ბინადრობს ხოლმე, ციყვი იქნება თუ ბუ ან სხვა ძილგუდა ან რამე. ძილგუდა ვინა? აუ ძალიან პატარა ფუმფულა ბაღრღანელი არის, აი ამ ხელა არის რა. და ფუმფულა თვითონაც და ფუმფულა კუდი აქვს და პატარა ფუღუროებში ბინადრობს ხოლმე აი მეებში. ოღონდ ამებს კოდალები აკეთებენ, თვითონ ვერ აკეთებენ მაგ ფუღუროებს. კოდალა მარტო ანუ სანიტარულ სამუშაოს არ ასრულებს. სხვების სახლებსაც აშენებს ამ სანიტარული სამუშაოს შესრულების. კოდალა არის ბუნების მშენებელი. ინჟინერი არის. ინჟინერი, ბუნების ინჟინერი არის კოდალა. გარდა იმისა, რომ რაღაც მავნეჭიების ბალანსზეა ორიენტირებული, ასევე სხვების სახლებს აკეთებს ძალაუნებურად. მე გადმოვდივარ აქეთ. მან არაფერი არ დამჩამა. აი ეს სოკო კლავს. ეს არის მანჭკვალას მატყუარა. ეს ახლა რომ მოვტეხო და შევჭამო. გარდაუვალი სიკვდილი გაქვს, ანუ ვერაფერი ვერ გიშველის. და ესეთი ამ ტყეში საკმაოდ ბევრია. ძალიან საინტერესო რაღაცა თქვა დაჩი მანამდე, რომ ყველა რა ქვია, სოკოს ყავს თავისი ტყუპისცალი, რომელიც არის ტოქსიკური. ერთი არის ჯანსაღი და გვანან ერთმანეთს ძალიან ფიზიკურად, შეიძლება ერთი მეორეში აგერიოს. ამასაც ყავს თავისი ტყუპისცალი, რომლის ჭამაც შეიძლება. მაგრამ ვაი დააგერია, აი რამდენ ხანში მოკვდები არ ვიცი, მაგრამ მალე. და სავარაუდოდ კარგი სიკვდილი არ იქნება. ამ ცუდ ისტორიებზე ბედნიერი რატო ხარ? ალბათ ფსიქოლოგები გვიყურებენ და მოიწერეთ რატომ მიყვარს სიკვდილზე, ფეხის მოტეხვაზე და რაღაც უბედურებებზე, რატო ყვები ესეთი დიდი ენთუზიაზმით და ინტერესით. ალბათ რაღაცა დიაგნოზი იმალება. რა მშვიდობა ხარ წამოიღო ეგ ვიღაცისთვის. გზა და გზა გასაჩერებელი არის, კოცონის დასანთების სივრცეც არის, პატარა სივრცე არის, სადაც შეგიძლიათ წამოიღოთ გემრიელი კერძები და მიირთვათ, მოისვენოთ და ჯამში მაქსიმუმ 2 საათიანი ბილიკი იყოს რა. ბავშვებთან ერთად გონია რომ ძალიან კარგი ერთი დღე გამოგივართ ლაგოდეხში. შეგიძლიათ ფეხითაც ისე ირნოთ და შეგიძლიათ 4 ფეხა მეგობრებთან ერთად. ძაღლს არ გულისხმობ, ცხენს გულისხმობ. ცხენების ტურიც არის აქ და დაწმუნებული ვარ, ძალიან მაგარი იქნება ცხენების ტური აქ. რენჯერები vs მაშველები. რა უდევთ მათ ჩანთაში? სანამ ჩვენი ბიჭები შეეჯიბრებიან იმაში თუ რა უდევთ ჩანთაში, ალბათ ბევრს გაინტერესებს, მე განახებთ მე რა მიდევს ჩანთაში. თერმო, სავარცხელი, თხილი გამოგადგებათ. აიმე კორეული სერუმი შეანჯღებ, სხვათა შორის ტრუფელზეა დამზადებული. მართლა? ანუ ბუნებრივი ყოფილი. კი ბატონო. მარიოს ახალ-ახალი გლოსიცა, ბალმიცაა და ლოყებზეც და თვალებზეც გამოიყენება. ნახე უბრალოდ რა გენიალურია. ეგება ბედს გადავეყარე და მჭირდება გალამაზება. კორექტორის სხვათა შორის 30-იანი PSP. კი არა. SPF. PSP. ბიჭებო, მოდი ახლა ვნახოთ თქვენს ჩანთაში რა არის. შენ როგორ გამოიყურება, აბა? ეს გაქვს? ეგ რა არის? წიფლის ფოთლის ფრაგმენტი თუ არ გაქვს? წიფლის ფოთლის ფრაგმენტი ეს ის არის? შემოსაცმელი თბილი, წყალი, ბორჯომი კარგია. ექშენ კამერის ჯოხი, ბინოკლი. ეგ მინდა. აჰა, ბინოკლი. აფთიაქი, ელასტიური სახოვები, ძირითადი პირველადი მოხმარების წამლებით კივილგამაყუჩებელი ლეიკო და რაღაც მსგავსი რომ ტრავმა და რაღაცები თავიდან არ სახსარი რომ დაგიზიანდება, გადაიხვიო და ნაკლები დატვირთვით რომ მიკროფონი ხანდახან მჭირდება ხოლმე. ეს არის ფოტოხაფანგისთვის ორმაგის კოჩი ეგრეთ წოდებული ჭიქა, ექშენ კამერა. ეს არის
smart ტელეფონი, რომელ პროგრამაშიც მუშაობთ რეინჯერები. ეს არის პროგრამა, სადაც ვახორციელებთ დაკვირვებას ბიომრავალფეროვნებაზე და სადაც GPS-ი აწარმოებს უშუალოდ იმ ტერიტორიების მოხაზვას, სადაც გადავადგილდებით. წინასწარ გეტყვით, რომ გიოს ახალი RTX-ის კურტკა აქვს, რომელზეც მე და მარიშკა დავიბოღმეთ, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს. პოერბანკი სათვალე, აქ მაქვს ეს არის წყალგამძლე, აქ GPS-ი აქვს, ფანარი და ელემენტები ჩემი აპარატისთვის. რავი, ეს დანაც არის და რაღაცები ხელსაწყოები. მზის დამცავი და რავი, კაბელი და დამწერლო. კბილის ამოსახე რა გვაქვს. დრონი, ეს ჯაკეტი. რავი, კიდე რა მაქვს? წყალი. მამ წერეთ რომ მიხდება. აფთიაქში მაქვს ეს ტკივილგამაყუჩებელი წამალი, ისინი რა ქვია, ბინტები. ეს მაქვს მოკლე თოკი. რისთვისა ეგ? რამე დააფიქსიროს მოტეხილობა ან რაღაცა სადღაც რა. თოკით რანაირად აფიქსირებ გიო? თუ ფიქსატორი არ გაქვს, მაგითაც დააფიქსირებ. ხეს ჯოხს აიღებ. რაღაცა ბევრი ის არის. ესა ფიქსატორი, რომელიც ჩემაკატა გაფუჭა. და ეგ შემოიხვევა ფორმას იცი. ხო, ეს არის ანახება როგორია? მაგარი არის. მეტალია შიგნით და მაგარია, ანუ ესეთი რბილი არ არის როგორც ჩანს. ეს ფოლგასავითა, ან თერმული ის არის, აი ჰიპოთერმიისგან გიცავს. ხო. რო გაიყინები, ამითი გათფობე. სონთან და შემოიხოვდა ძალიან. გამარჯვებული ჩვენ თამაშებში არა. მე მგონი საინტერესო ჩანთები გქონდათ, მაგრამ ჩემი ჯობია. ზალამაზია. სულ ხალხით არის აქაურობა დაფარული. აი ჯადოსნურ ფილმებში რო არის ბავშვობაში ზღაპრული ფილმები რო იყო რაღაც ჯადოსნური მოჭადავებული ტყეები, სადაც ჯადოქრები, ელფები ცხოვრობენ, აი ზუსტად ესეთი არის რა. მინდა ერთი დაკვირვება გავაკეთო, რომ ჩვენი წინაპრები ამ ციხე-სიმაგრებს ძალიან ლამაზ ხედებზე აშენებდნენ. ანუ მთელი ამბავი ხო ეგ იყო, რომ ისეთ ადგილას უნდა ყოფილიყო, რომ დაენახათ მთელი ირგვლივ რა ხდებოდა, მტერი მოდიოდა თუ არა, რაც უფრო დიდი თვალსაჩინო და ხედი იყო, მით უკეთესი შენთვის და საბოლოო ჯამში გამოდგა, რომ ყველაზე ლამაზ ადგილას ყველაზე მაგარი ციხე-სიმაგრეები გვაქვს აშენებული. კი. თვითონ ყველას ხედავენ? კვებათა ვერავინ ვერ ხედავს. ძალიან ჭკვიანურია.
ну აი ისევ იგივე ჩემი კლასიკური ფრაზა რომ ძალიან მაინტერესებს ახლა ხო თქვა დათჩიმ რომ აქ ქორწილიც კი ჩატარებულა ერთ-ერთი კახეთის მეფის და იმას ვფიქრობდი რომ ეხლა წარმოვიდგინე ჯერ ქორწილი ნეტა როგორი ქონდათ რა სჭამდნენ ამ ქორწილში როგორ გამოიყურებდნენ სადღიგრძელოებს ამბობდნენ თუ არ ამბობდნენ ეხლა ჩვენ სისულელებს რო ლაპარაკობთ და ძალიან სერიოზული სახით სამი კაცი რო გვიხილ ზემოთ გიო, ქვემოთ გურო. შენი ცი ამბავი? რა აბა? ავა, არ მომიყოლეს სხვათა შორის. და ჩემი ხო წერეთელი არის, მეგი წერეთელი შვილი არის. თვითონ დუმბაძე მამის ხარს, მაგრამ გვარი წერეთლების არის. წერეთლები ბაგრატონები ეგენი აბაშიძეები არიან სულ ნაცისავები. და დედა ჩემის წინაპარი იყო იმერეთის უკანასკნელი მეფე. ვაიდა, დავუშვათ. რომ რაღაცა მოხდა. რაღაცა რა აბა? მონარქია აღდგა. ანუ მე მაგ შანსი რომ ვთქვა, რომ იმერეთის სამეფო აღვადგინოთ და ბოლოკაცი არ ვიქნებოდი სამეფო კარზე. დედოფალი ნინო. არა, შენ ბოჭავი ცხოვრება, თმა გაძეძილი ტყეში ხო ხიალი გაცილებით უფრო გასართობია. კი. ნიკა ლებანიძის ანდერძიმაქ წამოღებული ლაგოდეხში. რაც ნიკა გავიცანი, მას მერე მესმის, რომ ლაგოდეხის ნაკრძალში უნდა წავიდეს, იმიტომ რომ გამყინვარება არ შეეხო აქაურობას. როდესაც დიდი გამყინვარება იყო დედამიწაზე და გადაიყინა ყველაფერი და ნახე დინოზავრები და კაცმარიცის კიდე ყველაფერი გაიყინა, მაგ დროს ლაგოდეხის ნაკრძალი როგორც იყო ზუსტად იმ ფლორით და ფაუნით არის წარმოდგენილი დღეს. ნეტა მართალია? კი, კვლევების თანახმად არის ასეთი მოსაზრება და მყარი მოსაზრება, რომ ისტორიის ყველა დროს იგივენაირი იყო, როგორც ეხლა. ეხლა ჩვენ რა ტყეც ვნახეთ, იგივე ტყე იყო საუკუნეების წინათ და 1000 წლეულების წინათაც. დაახლოებით 1200 და 1300 სახეობის მცენარეა ჩვენ ტერიტორიაზე და სწორედ ეს აძლევთ საფუძველს მათ რომ ივარაუდონ მსგავსი რამ. აქ იქნებოდა ნიკა ლებანიძის ფრაზა. ხო გითხარით? ალექსანდრე მეორეს დროს არისო აშენებული ეს ეკლესია 1564 წელს დაახლოებით. შეიძლება რომ სწორი ვიყო? ხო, ნაწილი ასე ამბობს, ნაწილი ამბობს, რომ იყო ვიღაც არჩილ მეფე, რომელმაც ააგო, მაგრამ ისეთი პერიოდია, რომ იმის მერი აქაურობა შაჰ-აბასის რისხვა დაატყდა თავს აქაურობას და მეორე წყარო დაიკარგა, მაგრამ ვარაუდები მაინც რჩება რა, მაგრამ ზუსტად ეხლა რაღაცების თქმა არ შეგვიძლია, თუმცა ის ზუსტად ვიცით, რომ საზაფხულო რეზიდენცია იყო ბევრ წყაროში ხვდებით იმ ფაქტს, რომ ქორწილიც კი გადაიხარეს აქ და რომელიღაც პერიოდში იმ შუა საუკუნეებში და სამეფო რეზიდენცია იყო საზაფხულო და ზაფხულობით აკატარებდნენ ხოლმე სამეფო ოჯახები დროს. ისეთი ადგილია, სტრატეგიული ადგილია, უკანაც გალავანი აქვს, წინაც გვერდებზეც და სტრატეგიულად გათვლილია, იმიტომ რომ ორხეობას აკონტროლებს და ამავდროულად წინა მხარეს აკონტროლებს. გუშაგებს რომ დააყენებდნენ, გამორიცხული იყო არ დაენახათ ვინმე შემოესეოდა. ამიტომ ესეთი სტრატეგიული ობიექტი შეიძლება დავარქვათ ამ ადგილს. თუმცა იმ ამბების მერე ბევრი ცნობა დაიკარგა აქაურობაზე, მაგრამ ვარაუდები მაინც გრჩება. რომელიღაცა მართალი იქნება. ტყუილა არ იწყვდნენ და ტყუილა არ შემორჩებოდა. და ეს ეკლესია 2016 წელს აღადგინეს. და ძალიან ლამაზია. შუა ტყეში არის. ეს ერთადერთი შენობა შემორჩენილი. მოყვა დამშვიდობების? დავემშვიდობოთ, აცი ხო დავეშვებით უკვე, ხო არ მოვატყუებთ ამ ხალხს. ხო, აქ ბევრი სხვა ბილიკია. ჩვენ ამ შემთხვევაში ეს ავირჩიეთ. ყველაზე მოკლეა, ხო? შავი კლდის ტბებზე აუცილებლად ამოვალთ. მაგასაც გადავიღეთ. ეს გრძელი ბილიკი არის და ყველაზე რთულია და ყველაზე მრავალფეროვანია და უფრო უნდა დათფეს. ჯერ ექსიტფო არ არის. პირველი გაზაფხულის შეგრძნებები უკვე ადგილზეა. მოვიდა. წამონინა დავეშვით. მაჭის ციხიდან? და ისა რა ქვია, ეს ვლოგი რო გავა მაგ დროისთვის ყველა ოჯახში იქნება პასკა დალაგებული
წითელი კვერცხი შეღებილი და ყველა იქნება აღდგომის მოლოდინში. გილოცავთ დამდეგ აღდგომას და მშვიდობა და სიყვარული გქონდეთ ცხოვრებაში და იმედი არასოდეს არ დაკარგოთ. ეხლა მეც ავტირდები.